მოგესალმებით, დღევანდელ გადაცემაში ლაუდსპიკერს ვესტუმრებით ლენო რეკორდში, რომელიც მათი სამუშაო სივრცეა. ჯგუფი ამერიკის შემდეგ სტრასბურგის კონცერტისთვის ემზადება, ასევე სხვა ხელოვანებიც მიემგზავრებიან და შეიძლება ითქვას, რომ ხელოვანების დიდი შეკრება იგეგმება სტრასბურგში, ძალიან ბევრ საინტერესო თემაზე ვისაუბრებთ. მათ ვინც არ იცის, ლენო ლაუტაძე ჩემი მეუღლე, ამიტომაც დღეს რაღაცნაირი გამორჩეული და განსხვავებული გადაცემა იქნება ჩემთვის. თუმცა როგორც ჟურნალისტს ისე მაქვს მასთან კითხვები და ნახოთ თუ რა გამოვა, ასე რომ გეპატიჟებთ შიდა სივრცეში, ბიჭები უკვე მელოდებიან და დავიწყებთ საინტერესო თემებზე საუბარს. წამით. Hello. Hey. მოგესალმებით. მოკლედ ვითომ არ იცოდით რა შემოვდიოდი, მაგრამ არ ვიცოდით. მოკლედ იმედი მაქვს, რომ ძალიან საინტერესო ინტერვიუ გამოვა, იმიტომ რომ ჩვენ ყველანი კარგად ვიცნობთ ერთმანეთს, ლეონი ჩემი მეუღლეა, მე უკვე ვთქვი. თუმცა მეუღლე სახლში დავდავა და დღეს უფრო ჟურნალისტი იქნება, ამიტომაც მინდა რომ ბევრ საინტერესო თემაზე ვისაუბროთ და გთხოვთ გადავინაცვლოთ სხვა სივრცეში. ჩვენ ძალიან გვიხარია, რომ შენი გადაცემის სტუმრები ვართ და ჩვენს დარწმუნებლები ვართ, რომ ძალიან საინტერესო საუბარი გამოგვივა. ხო, და პირველად ვაძლევთ ხო ეს ინტერვიუს? მაქვს ეგ ბედნიერება. 3-ნის კი არ ყოფილვართ ერთად, ხო? 4-ნის. მოკლედ ლაუდსპიკერს პირველად წერ შეიძლება ითქვას და ძალიან მიხარია. ჩავიფიქრებ. ძალიან გვიხარია როგორც აღნიშნავ. ასევე ძალიან მიხარია სტრასბურგში დაგეგმილი კონცერტი და ეს გახდა იდეაში ეს მთავარი თემა, რის გამოც მინდოდა რომ თქვენთან მესაუბრა ამ ამბებზე, იმიტომ რომ როგორც თქვენს ასევე ჩვენი ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი შეკრება იგეგმება სტრასბურგში და მინდა რომ ჯერ აი ამ კარგი ამბით დავიწყოთ, იმიტომ რომ ამერიკის შემდეგ რაღაცა სტრასბურგიც ძალიან მალე დაიგეგმა. ხო, კიდევ ერთხელ მადლობა თათა, ჩვენ ვართ სტუმრად ჩვენს გადაცემაში. კი, სტრასბურგის ამბავი ნამდვილად მასშტაბურია, თუმცა სტრასბურგს უცხოდა, არ ვიცი, ჩვენთვის კიდევ უფრო მასშტაბური ამბავი, რაც ასოცირდება და უკავშირდება ამერიკაში დაკვრას. ეს არის ერთი პროექტი, Bridge Builders და ეს არის იმ ღირებულებითი ხიდების აშენება და გაბმა, ასე ვთქვათ, საქართველოსა და ცივილიზებულ სამყაროს შორის და განსაკუთრებით საქართველოსა და იმ ქვეყნებს შორის, სადაც ძალიან ბევრი ემიგრანტი არის, სწორედ ამიტომაც არის, რომ ეს არის, ესე ვთქვათ, ამერიკაშიც იყო დიდი ქართული შეკრება და შესაბამისად არის სტრასბურგიც, ხო, სტრასბურგში გავემგზავრებით 19 ოქტომბერს, კი არა და ეს გადაცემა როდის გავა? 19 ოქტომბერს. 19 ოქტომბერს. კი, ანუ ჩვენ ან გზაში ვიქნებით, ან რამდენიმე საათში გავემგზავრებით და სტრასბურგში დავყოფთ 23 ოქტომბრამდე, 22 ოქტომბერს კი დავუკრავთ კონცერტს. ყველასთვის, ვინც მოვა, არა მარტო ემიგრანტებისთვის, რა თქმა უნდა, ადგილობრივი მოსახლეობისთვისაც და მზად ვართ, ძალიან მნიშვნელოვანი არის ერთი მხრივ ჩვენთვის, რომ როცა საქართველოში ხარ, მუსიკოსი, ძალიან რთულია, რომ ესე, ვთქვათ, ევროპის სოფლიო მასშტაბით კონდეს კონცერტები, ხო? აქამდეც ქონია, კი, მაგრამ ეს არ არის სტაბილური. და ეს ამ პროექტის ფარგლებში დავუკარეთ ამერიკაში, რაც ხო, ამერიკა უკვე კარგად ჩავლილი ამბავია. ხომ და რაღაც გიტარაზე მეცადინეობ და უცებ ამერიკაში ნამყოფი ვარ. ხო, და რა თქმა უნდა ძალიან მნიშვნელოვანია როგორც ჯგუფისთვის, რომ ასე ვთქვათ, ჩვენ სივში არის, რომ კონცერტი გქონდა ამერიკაში და კონცერტი გვექნება სტრასბურგში. მაგრამ ამავე დროს, რა თქმა უნდა, იმ ფორმატს და იმ იდეას თუ გავითვალისწინებთ, რასაც ემსახურება ზოგადად ეს კონცერტები, რა თქმა უნდა, ჩვენ დიდი სიამოვნებით ვიღებთ მონაწილეობას და ვცდილობთ, რომ ჩვენი სათქმელი, რასაც აქ ყოველთვის ვაფიქსირებთ, გავიტანოთ ფარგლებს გარეთ და მივიტანოთ პირველ რიგში ემიგრანტებამდე, იმიტომ რომ ემიგრანტები არიან ის ადამიანები, რომლებიც ათასობით კილომეტრით მოშორებულები არიან ჩვენს ქვეყანას, მაგრამ ყოველდღიურად მაინც ძალიან დიდ როლს და დატვირთვა აქვს მათ ძალიან დიდი ჩვენი ქვეყნის წინაშე ფინანსურს რო თავი დავანებოთ, ემოციურიც, ასე რომ ხო, მოვთხოვოთ სტრასბურგში ჩასვლას და შემდეგ იქ დაკვრას, რა თქმა უნდა.
კი ბატონო და ამერიკის თემას აუცილებლად მინდა შევეხო, რაც შენ ახსენე და მართლაც მგონია, რომ ალბათ ყველა ადამიანისთვისაც და ასევე მუსიკალური შემოქმედებითი კუთხითაც რა ვიყოთ, ძალიან მნიშვნელოვანი სივრცე არის ამერიკა, როგორც გამოცდილების ასევე ენერგიისთვის და ეგ ამბები მე მგონი არ მოგიყოლიათ არსად. და მინდა რომ ჩემს მაყურებელს მოვუყვეთ როგორ მოხდა, რაღაცები იყო იქ საინტერესო ფაქტებიც, მათ შორის ბულბულას ამბებიც რომელმაც ყველაფერი გადალახა და მაინც აღმოჩნდა ამერიკაში, მინდა რომ ამ თემას ყველა შევეხებით ჩვენ დამოკიდებულები ჩვენი ემოციებით ხო ძალიან იგეგმებოდა რა თქმა უნდა ამერიკაში წასვლა, მაგრამ ევროპისგან განსხვავებით ამერიკაში გვჭირდება ვიზები ხო და არ ვიცით თქვათ ჩაგვირტყამენ, არ ჩაგვირტყამენ და ასე შემდეგ. პირველი მე გავედი ამერიკის ვიზაზე, რადგან ხო მე თუ არ მომცემდნენ შესაბამისად ჯგუფის წასვლასაც აზრი ეკარგებოდა, მე ავიღე ვიზა და შემდეგ უკვე ძალიან ექსტრემალურად მოხდა ამათი ვიზაზე გასვლა და საერთოდ ჩვენი ამერიკაში წასვლა, არ ვიცი. სანდრო. შენი გამოცდილებაც გაგუზიარე, სანდრო. ლეოვანი რახან გაუშვეს, ჩვენც უნდა გვეცოდა. და ჩვენ სამი მივედით ერთად. უკვე გიორგის ფეხი მოტეხილი ქონდა და ერთი კონცერტი უკვე დაკრული ქონდა მოტეხილი ფეხით. Open Air-ზე კი. Open Air-ზე. ანუ უკვე გამოცდილი იყო, რომ შეეძლო კონცერტზე გამოსვლა მოტეხილი ფეხით. ნუ მაინც ამერიკაში წასვლაზე ფიქრობდით, რამდენად შეძლებდა, მაგრამ ნუ გარისკა და წამოვიდა. და რა თქმა უნდა მისი ფეხის გამო იქ ურიგოთ შესვლა ყველგან გზაშიც ამას მე მოვყვებით კიდე მოკლედ მივედით და ხო ყველა დაძაბულები ვართ ძალიან რა რო არ გაგუშვან მაგრა გაგვიტყდება და რო გაგუშვებენ მაგრა გაგვისწორდება და ამ ორიდან ერთი მოხდება რა და ძალიან ბევრი ქაღალდებით ვარ მისული აი ამ ხელ ქაღალდები აქვს იტალიაში რომ ამერიკის ისტორია ისწავლე ხო რა რაღაცა რომ ყველაფერი კარგად დამთავრდეს და ძალიან საყვარელი გოგო შეგხვდა და ამდენი ორი კითხვა დაგვისვა სულ და ოკეი მიდიხართ ესე გითხრა და რამდენი ვიზები მოგცა თქვენ 10 წლიანი ძალიან სასიამოვნო ვიზებით გამობრუნდით უკან იმედია რომ კიდევ ბევრი კონცერტი მე თვიანი შენ ცოტა ნაკლებად კეთილი გოგო შეგხვდა ეთყობა მაგრამ არა უშავს გამოვასწორებთ დარწმუნებული ვარ რომ კიდე გექნებათ კონცერტი ამერიკაში ხა და ბულბულამაც მინდა რომ მოგვიყვეს რა თქმა უნდა თავისი გამოცდილების შესახებ თავის ფეხზე ბულბულამის საუბრობს ჯობია კიდე თან როგორც ვიცი და როგორც ვიცი კი როგორც არის ვიდეოც გადაიღე შენ რაღაც ეს მოგზაურობა რომელიც თავს გადაგხდა შენს მოტეხილ ფეხთან ერთად მინდა რომ გაგვიზიარდეთ ანუ აჩვენებ მაგ კადრებსაც ჩვენს მაყურებელს ბოდიში ყველაფერი დაიწყო ალბათ ერთი კვირით ადრე სანამ წავიდოდით ამერიკაში იმიტომ რომ ახლობით ერთ კვირაში იყო Open Air-ის და ამერიკაც და განსაკუთრებით ვულიდი თავს მე სანამ ეს Open Air-ი და ამერიკა იქნებოდა, მაგრამ არ გამოვიდა ისე როგორც მეგონა. ძალიან რო ემზადები და რაღაცები რო ხდება, ხო? კი, აი სკუტერით აღარ დავდიოდი რაღაც ან ავტობუსით ან რაღაც სხვა ტრანსპორტით, რომ რაღაც თავს ვულიდი და ისე მოხდა, რომ 2 დღით ადრე, ბოდიში 3 დღით ადრე Open Air-ამდე, ნუ მუხლი მოვიტეხე და ისე იყო ამბავი, რომ ექიმა მითხრა, რომ არაო. გამორიცხულიაო, არ შეიძლებაო, არ ისა მაგრამ მე არ დაუჯერე. არ დაუჯერე და Open Air-ზე მაინც ნუ რაღაცნაირად ეს გადავაგორეთ. თუმცა ამერიკაში წასვლის იმედი ნამდვილად არ მქონდა. ეხლა გამორიცხული მე ფეხს ვერ ვუღუნავდი ფიზიკურად და ეხლა თურფინავშიც მეთქი შანსი არ არის რა. მაგრამ საკმაოდ დიდი მგზავრობა თან. აი, ხო და თან ვიზაზეც ისე წავედი, ერთი პასპორტით წავედი სანდროსნაირად რაღაც. კომეულით კი არ მივედი, რომ მე არაინც არ ჩამიყავი, მაინც ვერ წავალ ხო და იმ კეთილმა ქალმა ჩაგვირთა. სხვა გზა აღარ მქონდა, რომ ეხ მარტო ხო არ გავუშვედი და მე წავდექი და წავალ. კარგი იყო. ყველაზე მეტად რაღაც მაინც არის ხო რაღაცა რა ემოციები წამოიღე ამერიკიდან. ანუ ეს გასაგებია რა რაღაცა დისკომფორტი ჰქონდა და რაღაც ყველაფერი გააკეთე მართლა რომ ამერიკაში ყოფილიყავი და მიგეღო ეს ემოციები და აი ახლა რო დაბრუნდი, აი ლეონმა რა თქვა რა რეპეტიცია ან რო უკრავ ხოლმე რაღაც მახსენდება რომ ამერიკაში ვარ ნამყოფი და შენ თან როგორ დარჩა ეგ ამბავი? ჩემთან ისე დარჩა რომ ეს პირველი და ბოლო წასვლა არ იყო. ესე დარჩა და კიდევ წავალთ რა ალბათ. 10 წლიანი ვიზა გაქვს. მე დაშინ დროს აჩვენებ თუ როგორ თითქოს. კი. ძალიან საინტერესოა მოკლედ და ასევე მაინტერესებს
ну ეს ახალი ამბები ძალიან კარგია და მიხარია და მინდა ამით დამეწყო. მაგრამ მე მაინტერესებს თავიდან Loudspeakers-ი, ვინ როგორ აღმოჩნდით? Loudspeakers-ის წევრები, როგორ დაიწყო? შენი ამბავიც უნდა მოუყვეთ აუცილებლად პირველ რიგში და მე უკვე მივყვეთ ვინ როდის შემოემატა. რიგრიგობით ქრონოლოგიურად ვიტყვით მაშინ. მე გიტარაზე დაკვრა დავიწყე მაშინ, როდესაც უნივერსიტეტში ჩავაბარე იურიდიულ ფაკულტეტზე და რაღაცნაირად თავიდანვე ის განცდა მქონდა, რომ იურიდიულზე ვსწავლობდი, იმიტომ რომ ალბათ სადმე უნდა ჩამებარებინა. და გიტარაზე ვუკრავდი, იმიტომ რომ თითქოს ეს იყო ის, რაც მე მინდოდა სულ მეკეთებინა. მაგრამ არ მქონდა რაღაცა დიდი პრეტენზიები, ნამდვილად ვცდილობდი უბრალოდ რომ რაღაც აკორდიდან აკორდზე გადასვლა მესწავლა ნორმალურად და წელიწად-ნახევრის დაწყებული მქონდა გიტარაზე დაკვრა, როდესაც მანამდეც ვიცნობდი ალექსანდრე დოლიძეს და შემომთავაზა, რომ მოდი დავუკრათ ერთად და ჩემთვის ეს იმდენად მოულოდნელი იყო. თან შენც ძალიან კარგად იცი, როდესაც რაღაცნაირი მნიშვნელოვანი გამოწვევები ხდება ჩემს ცხოვრებაში, იმდენად ნერვიულობ და ვიძაბები, რომ მომენტალურად ტვინი ფიქრობს, რომ მოდი არ გინდა ლევან, უარი თქვი, მაგრამ რატომღაც მქონდა ის განცდა, რომ ძალიან მინდოდა და ყოველგვარი ყოფმანის გარეშე მივიღე ალეკოსგან ეს შემოთავაზება. ალეკოს მანამდე გამოცდილება ჰქონდა, უკრავდა Play Paranoid-ში, რა ვიცი, მთელი ცხოვრება ალეკო უკრავდა და მისთვის გაცილებით მარტივი იყო, თუმცა ჩემთვის ძალიან რთული, მაგრამ ხო ალეკოს დახმარებით შეიძლება ითქვას, რომ რაღაცნაირად გზას დავადგე, გზა მიჩვენა და უკვე უკრავდით, რეპეტიციობდით ერთ-ერთი სკოლის სარდაფში. და შემდეგ უკვე ვიპოვეთ და შემოგვემატა ლევანი. ლევანი მე მგონი ამას უკეთ იტყვის თვითონ როგორ მოვიდა და აღმოჩნდა ჩვენთან. როგორ აღმოჩნდი ლევანი? შენც არიცი? შენც აღარ გახსოვს, ხო? Loudspeakers რამდენი წლის არის? 2009 წლიდან. 2009 წელი. 16 ხო რაღაცა ესე. მე ვიყავი ბავშვი. შენ იყავი ბავშვი. შენ როგორ აღმოჩნდი? 2009 წელი არის. მეც სადღაც 1 წელი იქნებოდა და რაც დავიწყე დაკვრა ბას-გიტარაზე. სწავლობდი აუდიტზე, რომელიც საერთოდ არ მაინტერესებდა. საინტერესო. საერთო მეგობრით აღმოჩნდი ალეკოსთან მეც. რჩევით. დაკვრა, რა თქმა უნდა, არ ვიცოდი წესიერად. ძალიან ნერვიულობდი პირველივე რეპეტიციაზე, როცა მივედი, მაგრამ ნუ რავი, ალეკოს ხელშეწყობით იყო ეს ყველაფერი, რომ ძალიან დაგვეხმარა. ანუ ალეკო იყო მოკლედ მთავარი ადამიანი, ვინც Loudspeakers შექმნა. თავიდან ძალიან გვიჭირდა რა, მართლა რაღაც აკორდებს ვეძებდით რაღაც. ეხლა უნდა დავუკრავო. ფაქტურად ბენდი იყო, მაგრამ თქვენ დაკვრა არ იცოდით და სწავლობდით, ხო, რაღაც შეიძლება ესე ითქვას. ძალიან დიდი გამოცდილება შეიძლება ითქვას. და ეს პერიოდია, როცა ჯერ კიდევ ჯგუფს სახელი არ ქონდა. მე რომ მივედი, ლეონ არ ვიტყვით რა სახელი. სავარაუდო შემდეგი თქვით, სანამ ეხლა თუ დავაანონსებთ. ხო, და აქვე ვიტყვი, სანდროზე გადავალ, იმიტომ რომ შემდეგი წევრი იყო სანდრო, ვინც შემოგვემატა, მაგრამ სანდრო მოვიდა იმიტომ რომ არა, ალეკო გადაწყვიტა ჯგუფის დატოვება, აქვე ვიტყვი, რომ მას მოვიკითხავთ დიდი სიყვარულით, ალეკო დღეს და უკვე ბევრი წელი არის სასულიერო პირი. მამა მიქაელი, რომელიც ცხოვრობს გურიაში, აქტიური შეხება აქვს კვლავ მუსიკასთან და ბენდი აქვს საკუთარი, ხო, მე მგონი? ბენდი შექმნა, ასე ვთქვათ, მუსიკოსებს იქ ხელი შეუწყო, რომ ბენდი ქონოდათ და რაც თავარია, ყველაფერთან ერთად ალეკო არის ძალიან მაგარი, ძალიან პასუხისმგებლიანი მოქალაქე და ხო, ალეკო შეიძლება ითქვას, რომ ისევ არის, რა თქმა უნდა,
loudspeakers-ის წევრი. რა თქმა უნდა. ალეკოს ასვლის შემდეგ, რომელიც ჩვენთვის ძალიან მოულოდნელი იყო ერთი და მე რადგან ვიცი და მაქვს თქვენთან რაღაც ინფორმაცია, აი რო დაგირეკა, ეგ დღე მინდა რომ გაიხსენო, იმიტომ რომ ალბათ ჩემს ფენელსაც აინტერესებს როგორ. კი, მახსოვს ზუსტად სიტუაცია, სამზარეულოში ვიყავი. წვნიანს მივირთმევდი. ალეკო მირეკავს და მეუნება რომ ზოგადად მანამდეც რამდენჯერმე მქონდა რომ ალეკო წავიდა მონასტერში, თუმცა ჩვენ მე და ლევანი მაშინ ამას ნამდვილად ვერ ხვდებოდით. სად მიდიოდა, ერთხელ როდესაც დაბრუნდა დიდი წვერით და მეთქი რა ხდება აქ ანუ და მირეკავს ერთხელ და მეუნება რომ ლევან მე აღარ დავბრუნდები, მანდ მე გადავწყვიტე რომ ავირჩიო სასულიერო გასასულიერების გზა და ჩვენთვის იმდენად დიდი შოკი იყო ეს გარდა იმისა რომ თქვა ალეკოს წასვლა მაგრამ ამავდროულად როგორც მეც და ლევანმა აღნიშნეთ ძალიან გამოუცდელები ვიყავით ანუ რაღაცა 2-3 კონცერტი ქონდა დაკრული და ალეკოს ვუყურებდით როგორც აი რაღაცა პატრონი რომელიც ჩვენ გზას გვიჩვენებს და რაღაცა ლიდერი ჯგუფის და ხო ძალიან ისეთი შოკი იყო თამამად ვიტყვი მაგრამ რაღაცნაირად იმდენად გვიყვარდა ის საქმე რასაც ვაკეთებდით და იმდენად ვიყავით დარწმუნებულები იმაში რომ სწორ საქმეს ვაკეთებდით ჩვენი თავებისთვის რომ ერთი წამით არ გვიფიქრია რომ მორჩა დასრულდა ვთქვათ და ჩვენ უნდა შევწყვიტოთ დაკვრა რაღაცნაირად ისე მოხდა რომ გავაგრძელეთ ალეკოს შემცვლელის ძებნა გავაგრძელეთ და ვიპოვეთ სანდრო და გამოჩნდა სანდრო გამოჩნდი მე მაშინ ვიყავი ძიების პროცესში უკრავდი რამდენიმე სხვადასხვა ბენდში სხვადასხვა ჟანრებს რომ გამოცდილება მიმეყვას რა თქვა სხვადასხვა საავტორო მუსიკის წერის იქნებოდა თუ სხვადასხვა ჟანრებს შევხებოდი და ახალი შესაძლებლობა გამოჩნდა ჩემთვის და მით უმეტეს შემომთავაზეს რომ რაღაც ერთ თვეში უკრავდნენ open air-ზე რომელიც ჩვენთვის ახალი საფეხური იყო რა თქმა უნდა ფესტივალზე არ მქონდა დაგრული იქამდე მათ შორის ბენდისთვისაც ხო თქვენთვისაც პირველი იყო ხო და ეგრევე open air-ზე უკრავთ მეულებიან და გინდა დაუკრა ეს newcomers გულისხმობთ თუ ფესტივალზე გასულები 2011 წელია ეს და რა თქმა უნდა მინდა და ანუ მაშინ უბრალოდ ეს იყო ჯერ არ ვიცოდით ერთად რა თქმა უნდა დავრჩებოდით მათაც უნდა ენახათ მე რა შემიძლია მეც უნდა მენახა მუსიკის გარდა ურთიერთობა რამდენად გამოგივა 3 ადამიანთან ძალიან ერთული ამბავია ბენდი მაგხრი და შემდეგ ბერჯელ მაქ რა თქმა უნდა რომ ძალიან მალე ისე შემაყვარეს თავი რომ იქ აღარ ქონა მნიშვნელობა რას დაუკრავდით დამეგობდით და ნუ იმის მერე აი გავაგრძელებთ ბოლომდე მივაწოდით. ამდენი წელი ისე ხუმრობთ, მაგრამ ოჯახები არ არის ხოლმე ესე მყარად თქვა რომ ხართ მით უმეტეს ძალიან ბევრი სირთულე არის ჩვენს ქვეყანაში რომ მყარად გააგრძელოს მუსიკა, მუსიკოსებმა და შემოქმედებითმა ჯგუფმა რაღაცა მყარად ყოფნა ხო რაღაცნაირად ისტორიას რო გადავხედავ ხოლმე ჩვენი ქართველი ხელოვანების და მუსიკოსების ძალიან საწყენია რომ კარგი ჯგუფები რაღაცა პერიოდის მერე მალევე იშლებოდნენ ხოლმე და ამ ყველაფრის მიუხედავად მართლაც შეიძლება ითქვას რომ კარგი და სასიამოვნო ფაქტია რომ ამდენი წლის არის loudspeakers-ი და სანდრო ოფენიარი ახსენა და მინდა რომ ამ კონცერტზეც ვისაუბროთ და იმიტომ რომ მე ვიცი რომ ეს ოფენიარზე გამოსვლა იყო რაღაცნაირი გარდამტეხი პროცესი თქვენს შემოქმედებაში იმიტომ რომ ძალიან ცუდად უკრავდა loudspeakers-იო ესე გავიგე მაშინ ვინ თქვა ბულბულ აუცილებლად შენამდეც არ დაგვავრწყდი შენ როგორ დაიწყე ჩვენთან დაკვრა ხო ოპენი არის იცით რა არის მანამდე იყო newcomers სადაც გადავწყვიტეთ მონაწილეობის მიღება და მანდაც მე და ლევანი ფეხს ვითრევდით და ალეკომ ასე ვთქვათ ბიძგი მოგცა რომ რას ქვია წამოდი გავაგზავნოთ სიმღერები და კი უნდა ვქნათ უნდა ვცადოთ. ვცადეთ და გამოვიდა
2010 წელს მოხვდით Alter Vision Newcomers-ის შესარჩევში, შემდეგ ფინალურ ეტაპზე და შემდეგ უკვე დაუკარით სპორტის სასახლეში, რომელიც ჩვენთვის ალბათ აი ოფენიარამდე ყველაზე მასშტაბური გამოწვევა იყო, იმიტომ რომ ძალიან ნერვიულობდით მახსოვს თვალებს მიბნელებდა ეს მკვეთრი განათებები, მაგრამ ძალიან ბევრი ხალხის ხმა მესმოდა და უბრალოდ ანუ არ ვიცი როგორ დაუკარით, კარგია რომ ის ვიდეო დღეს არსებობს და რაღაცნაირი ის არის, არ აქვს მნიშვნელობა ალბათ როგორ უკრავდით. მთავარია ის ემოციური კავშირი და ბმა, აი ახლა რომ ვიყურებით იქ, ძალიან მნიშვნელოვანი მოვლენა იყო და ზოგადად ხო, აი ეს კავშირი არასდროს არ უნდა გავწყვიტოთ. აი ცუდად უკრავდით და ცუდი იყო არა, ძალიან კაი იყო ყველაფერი და ალბათ ისე უკრავდით იმ მომენტში, რომ რაღაცნაირად დამაკმაყოფილებელი ყოფილიყო და ის სიმღერები, რასაც უწერდით, მსმენელამდე მიგვეტანათ. შემდეგ იყო ოფენიარი. დღეს უკვე მსმენელით შეცვლილი არის და უფრო სხვანაირი შეგვიძლია ვისაუბროთ გადაცემის განმავლობაში და შემდეგ იყო ოფენიარი. 2011 წელს, სადაც სანდროსთან ერთად პირველად დაუკარით და აქვე უნდა ვახსენოთ აუცილებლად დათოცვა იამ, იგივე ბორგირა, რომელიც ლაუდსპიკერში უკრავდა 7 წელი, ხო, ლევან? 7 წელი 2010 წლიდან 2017 წლამდე და ძალიან მნიშვნელოვანი როლი ითამაშა ჩვენი ჯგუფის განვითარებაში. ოფენიარი იყო ძალიან დიდი გამოწვევა. შეიძლება ითქვას, რომ 2011 წელს ოფენიარზე უკვე ყავდა ჩვენი მსმენელი. დაუკარით ცუდად. და გარდა იმისა, რომ ფესტივალის გამოცდილება მივიღეთ ოფენიარიდან, ასევე სხვანაირი ბიძგიც მოგცა. ბიძგი უკავშირდება იმას, რომ 2011 წლიდან 2012 წლამდე შუალედში ჩვენ მოგდიოდა ხმები, რომ თუნდაც ოფენიარის ორგანიზატორები უკმაყოფილოები იყვნენ, როგორც ვთქვათ, უკრავდით და თითქოს და მათთვის არ იყო ეს დამაკმაყოფილებელი და ჩვენ ეს გვესმოდა, თუმცა ჩვენ რაღაცნაირად მობილიზდით, ვიყიდეთ მეტრონომები, რეპეტიციობდით ბევრს, შემდეგ 2012 წლის ოფენიარამდე გაზაფხულზე მოვაწყეთ საჩვენებელი კონცერტი მათთვის, რომ გვეჩვენებინა, რომ ჩვენ გამოვასწორეთ დაკვრა და შემდეგ იყო 2012 წელი გაცილებით მასშტაბური ოფენიარი ვიდრე 2011. მე ვიტყვი რომ 2012 წლის ოფენიარი იყო გარდამტეხი და რაღაცნაირი გადამწყვეტი იყო ჯგუფისთვის, იმიტომ რომ აი 2012-დან ალბათ დაიწყო ჯგუფის უფრო სწრაფი და აქტიური წინსვლა და უფრო ბევრი ადამიანი იგებდა ჩვენ შესახებ. ხო, აი ტეცოს მოსვლის შემდეგ გაცილებით მეტი მუსიკალური მიმდინარეობა შემოვიტანეთ ჯგუფის შემოქმედებაში და უკვე ტეცოს წასვლის შემდეგ ვეძებდით დრამერს, იმიტომ რომ ტეცოს წასვლა ძალიან ექსტრემალურ სიტუაციას დაუკავშირდა, უცებ კონცერტები გქონდა და აღმოჩნდით დრამერის გარეშე და გამოჩნდა ბულბულა. პირველ რიგში მეც მოვიკითხავ ჩემს წინამორბედებს. ესე გამოვიდა რომ რაღაცა პერიოდში იცვლება ხოლმე ჩემი ვაკანსიები. ოჩინასარ არ ვიცით სხვა დრამერებს მოხმართ. არ ვიცით ვიროდის დაჭირდები. ყველაფერი წინ არის მეგობრებო. ხო, მე როგორ მოვხდი და სანდრო ბიჭების, მე მაინც ვიცნობდი ხა ყველას ვიცნობდი ბავშვობიდან, მე ჯერ კიდე პატარა ბავშვი ვიყავი, როცა დავდიოდი ბიჭების კონცერტებზე, წეგან დედეტეს კონცერტი რო აქვს არ ნამყოფი, ეთქოგოს ვეპრანჭებოდი და ვეუბნებოდი ესენი ჩემი მეგობრები არიან თქო. გამოვიდა რამე? არა. არ გამოსულა არაფერი. როგორც ხდება ხოლმე და ესე იგი, ხო, ნუ მოკლედ აი ლევანმა როგორც დაიწყო, რომ რაღაცა უცებ ექსტრემალური სიტუაცია ჰქონდათ, რომ ოპა, რაღაცა კონცერტი გვაქვს ერთ კვირაში და მოდი, აბა, რაღაცა ესეთ მდგომარეობაა და მეც ახლა უარს როგორ ვიტყოდი. ასევე მინდა ვისაუბრო თქვენს
როგორც აი მუსიკა და პოლიტიკა, აქტივობა, თქვენი პროტესტი, რაღაცა ეს ყველაფერი თითქოს რაღაც ლაუდსპიკერსი შენ ამბობ ხოლმე სულ რა არის რაღაცა შენი სიტყვის თქმის რაღაცა ერთ-ერთი მთავარი გამოხატულება, იმიტომ რომ გინდა რომ როგორც მუსიკა, ასევე შენი მნიშვნელოვანი მოწოდებები მიიტანო ადამიანებამდე და მათ გვერდით იყო, სადაც თუნდაც შენი მსმენელი არის, ან სადაც შენი ქვეყნის მოქალაქეები არიან და ეს ძალიან მნიშვნელოვანია, როგორც ქვეყნისთვის, ასევე რა თქმა უნდა, ზოგადად სამყაროსთვის, როცა ადამიანი რაღაცნაირად თანადგომას უცხადებს სხვებს. მინდა რაღაცნაირად შევაჯამოთ ეგ საკითხი, რაც ჯგუფმა უფრო აქტიურად დაიწყო, ასე რომ ვთქვათ, საკუთარი აზრის დაფიქსირება. შეიძლება ითქვას, იმიტომ რომ მაინც მე მინდა რომ დავსვა ეს კითხვა, რადგან თქვი, რომ მე მაინც ჟურნალისტი ვარ, შენ მეუღლეც ვარ, მაგრამ ჟურნალისტური კითხვა. ვიცი რომ ძალიან გინდა მაგ-კითხვის დასვლა. ხო, იმიტომ რომ მაინც მგონია რომ გარშემო ადამიანები კითხულობენ თუ რატო არ აქვს მაგალითად როგორც წინა წლებში ლაუდსპიკერს, თუნდაც სეზონზე 20-25 ლაივი, არ ვიცი. რო არ დავთვალო ზუსტად და რაღაცა ეს ერთი წელი, რაც პროტესტის ერთი წელი არის თან ის განსაკუთრებულად აქტიური ჩვენს ქვეყანაში, თან დაემთხვა რაღაც ის რომ მოსკოვში გააშუქეს თქვენზე რომ რაღაცა შეურაცხყოფა მიაყენეთ რუსეთს თქვენი ესე რა თქვა ცნობილი გამონათქვამებით რომელიც ოფენიერზე გამოხვედით და რაღაცა თითქოს ეს ბმაში იყო ყველაფერთან რა თქვენ საფრთხეს წარმოადგენთ ბევრი ადამიანისთვის რომ დაგიძახოთ კონცერტზე. არ ვიცი, ეს მინდა რომ შენ გაგვიზიარო და ასევე თქვენს ამბობთ ხოლმე უარს კონცერტებზე. რაღაც ცოტა სიგიჟეა, ხო? ანუ იმიტომ რომ გინდა რომ აქტიური, ესე ვთქვათ, საქმიანობა გქონდეს, გიწევს რომ დღეში 2 ლაივზე უარი თქვა ზოგჯერ. ესეც მინდა რომ შენს მსმენელს პირველ რიგში, იმიტომ რომ მე მაქვს ინფორმაცია, მაგრამ მინდა რომ შენს მსმენელს რაღაცნაირად ეს დრო დაუთმოთ და მათ მოუყვეთ თქვენი აი ამ სირთულეების შესახებ. იმიტომ რომ არსა და არ არის თქმული და მინდა რომ აქ საშიში ბენდი ვარ. ცოტა შორიდან დავიწყებ. შენ ახსენე რომ რაღაცნაირად ხო ჩვენი სიტყვით უფრო ხმამაღლა ვამბობთ. ლაუდსპიკერს ის იდეა საწყისი იყო რომ რაც შეიძლება მეტ ადამიანამდე მიგვეტანა ჩვენი მუსიკა, ჩვენი შემოქმედება. რასაც დღემდე ვცდილობთ, ცდას არ ვაკლებთ და არც დავაკლებთ. მაგრამ როდესაც აი ბოლო 1 წელს არა, ალბათ ბოლო წლების განმავლობაში, როდესაც აქტიურად დავიწყეთ ჩვენი აზრების პოზიციის დაფიქსირება, მივხვდით რომ იქიდან სახელიდან ზუსტად ახლა ვამართლებთ ბოლომდე ჩვენ სახელს შეიძლება ესე ითქვას, იმიტომ რომ ხმამაღლა მკაფიოდ ვაფიქსირებთ იმას, რაც არის. და რა თქმა უნდა ყველგან, ყოველთვის და ყველას გასაგონად. Glory to Georgia! Fuck Russia! რაც ხდება, იმას უბრალოდ ვამბობთ. იმ ადამიანებს, ვისაც ჭირდება თანაგრძნობა, ფიქრობთ, რომ თანაგრძნობა არის ის, რაც ნული კი არ უნდა იყოს 100% და ხო, ვცდილობთ, რომ გამოვხატოთ. პირველ რიგში, იმიტომ რომ თვლით, რომ ასე არის სწორი და მეორეც, იმიტომ რომ ასე ვფიქრობთ, იმიტომ რომ ამას თუ არ ვიზამთ, რაღაცნაირი დისკომფორტი გვექნება თითოეულ ჩვენგანს. ხო, იცი რა არის პროცესი არის ეს. აქ იმაზე ლაპარაკი რომ აი კონცერტზე მოგვიწია უარის თქმა, ვთქვათ, ერთ დღეში 2 კონცერტზე კი ბატონო. ვიღაცები ვთქვათ, აღარ გვთავაზობენ დაკვრას, არ ვთვლი რომ ეს არის ტრაგედია. რა თქმა უნდა, ფინანსურად რთული არის ზოგადად ასეთი გადაწყვეტილებების მიღება, თუმცა გვიმარტივებს ემოციური მდგომარეობა, რომ ვინაიდან ჩვენ შევედით ამ რეალობაში, ანუ ის რაც ხდება ჩვენს ქვეყანაში, ამაზე თვალი არ დავხუჭეთ, რაღაცნაირად ჩვენ არ ვცხოვრობთ სხვაგან, ვართ ამის წევრები, გვინდა თუ არა ეს ყველაზე ახდენს გავლენას ეს რთული რეალობა და ვინაიდან დავიწყეთ პოზიციის გამოხატვა და ეს ჩვენი სურვილი იყო და გადაწყვეტილება და ერთგვარი პასუხისმგებლობაც, რა თქმა უნდა, ამიტომაც იქ უბრალოდ რაღაცნაირი წუწუნი რო დავიწყოთ, იცი რა არის ჩვენ კონცერტზე ვთქვით უარი და ჩვენ ლაივებს არ გვთავაზობენ, ასე
არ არის და ვთვლით რომ სავსებით ლოგიკურად ხდება ის რაც ხდება თუნდაც ჩვენს თავს და სხვანაირად ვერც იქნება. ამიტომაც ხო, მაგრამ რასაც ვაკვირდებით ამ წლების განმავლობაში, როდესაც უარის თქმა გვიწევს ან არ გამოდის ერთი კონცერტი, ყოველთვის გამოჩნდება ხოლმე რაღაც კონცერტი, რომელიც როგორც ჩვენ ძირითადად ჯგუფის შემოსავლით ცხოვრობთ, ხო? მაქსიმალურად შევეცდებით, რომ ჩვენი ყველა გადაწყვეტილება იყოს სწორი და რა თქმა უნდა სიმართლის მხარეს და აქვე აუცილებლად სოლიდარობას, თავისუფლებას და მხარდაჭერას გამოვხატავთ რეჟიმის ტყვეების მიმართ, მათ მალე თავისუფლებას უსურვებთ და რა თქმა უნდა ზოგადად ქვეყანას უსურვებთ რუსეთისგან გათავისუფლებას. ნახოთ ეხლა არ დაიყვირა. 7 ინტერვიუ მაქვს. და ისიც მაინტერესებს და რა ვთქვათ, თქვენ როდესაც ამბობთ ხოლმე უარს კონცერტებზე, ხშირად თქვენი აზრით ეს რატო ხდება? და იცით ალბათ რატომაც ხდება, მაგრამ დაანგინდა მოკლედ ის ხო იყო ერთ-ერთი კონცერტი კონკრეტულად ქუთაისიდან შემოთავაზება სადაც ამის შესახებ დავწერეთ კიდეც არაფერი ისეთი გაურკვეველი მანდ არ ყოფილა ფესტივალის ორგანიზატორები იზღუდებოდნენ თქვათ რეჟიმისგან და გვითხრეს რომ ნებისმიერი საპროტესტო მესიჯი სცენაზე გაჟღერებული ჩვენ შეგვიქმნის პრობლემებს. ჩვენ უარი ვთქვით დაკვრაზე ნამდვილად არ გვინდოდა იმ ადამიანებს რაიმე პრობლემა შექმნოდათ, მაგრამ ასევე ჩვენ ვერ დაუკრავდით რაღაცნაირად აპოლიტიკურ სცენაზე, სადაც მუსიკოს შენ ეუბნები რა თქواس და რა არ თქواس. ამიტომაც ხო უარი ვთქვით კონცერტზე, უარი ვთქვით ჰონორარზე. და რა თქმა უნდა, ხო, ჩვენ როგორც დავწერეთ, ბოლომდე ვრჩებით პროტესტს. ძალიან მიხარია, რომ როგორც თქვენ, ასევე სხვა მუსიკოსებიც არიან იმ აზრზე, რომ სიტყვის თავისუფლება არის ძალიან მნიშვნელოვანი და რა თქმა უნდა, ხელოვანს არავინ არ უნდა აუკრძალოს თავისი აზრის გამოთქმა. არავის არ უნდა აუკრძალოს არავინ, მაგრამ ხო თქვენი აუდიტორია გაძლევთ ამის საშუალებას და ფუფუნებას, რომ თქვენ შეგიძლიათ, რომ უფრო ხმამაღალები იყოთ, არ მხოლოდ ლაუდსპიკერს, არამედ ყოველს ეს სცენაზე გამოსვლა შეუძლია. ძალიან სასიამოვნო თქვენთან საუბარი. მადლობა ასევე. დრო ძალიან მიფრინავს და მესიამოვნებით კიდევ იქნებოდი თქვენთან. რაღაცა პოდკასტური ინტერვიუ გამოვიდა, შეიძლება ითქვას, ცოტა ლაუდსპიკერსის ისტორიის, მე მგონი ბუბულომეც ბევრი რამე გაიგო ლაუდსპიკერსზე. აქ რა მინდა წა. მოკლედ, კარგი ამბები, კარგია, კიდევ იქნება რა თქმა უნდა სტრასბურგი და შემდეგ დარწმუნებული ვარ, კიდევ ბევრი სიახლე გექნებათ, როგორც ბენდს. მადლობა თათა შენ. მადლობა ალტრანიუს დაინტერესებისთვის და რა თქმა უნდა წარმატებებს გისურვებ და ხო მადლობა რა თქმა უნდა ჩვენს მსმენელს რა ამას აღნიშნავ აუცილებლად იმიტომ რომ აი ამ წლების განმავლობაში ჩვენი მსმენელი არის ის ძალა რატომაც დღემდე ვართ და ისე ვაკეთებთ ამ საქმეს. ძალიან გაგვიმართლა, რომ ასეთი მსმენელი ყავს და ძალიან გაგვიმართლა, რომ დღემდე ვაკეთებთ ჩვენ საყვარელ საქმეს. ძალიან მიხარია და ძალიან დიდი მადლობა კიდევ ერთხელ. ხო, რაღაცნაირად ვეცადე, რომ ჟურნალისტის გადმოსახედიდან ყოფილიყავით ჩვენს თქვენობით მომმართე. მე მგონი მართლა დავიჯერეთ, რომ ერთმანეთს არ ვიცით. მადლობა კიდევ.